რა სიტუაციებში ლოლოს ხანა მე შენ ასე თქვა ხოდა საბოლოო ჯამში ეს 30 ვერცხლი ვისაც გაყოფილი აი ამ 30 ვარცხლზეც მოგივათ ისევ ერთმანეთზე თავპირის მირტმა როგორც სიგვამ გამოაქვეყნა შენზე რა ფული გაკაღებული როგორც აფსნაძემ გამოაქვეყნა შენზე იბერიას სპექსში გამოაქვეყნა შენზე და როგორ გონია როგორც ის დეგენერატი აფსნაძე წერს ბატონი ზვიადი სამეგრელოს ტყეში იყო და მე როგორ არა იდეური თანაპარტიელები არიან და ბარაბას ბილიგზე არიან შეფიცულები ხოდა ასე რომ აი ეგ ბილიკი ძალიან მოკლეა ხოდა უფლისკენ სავალი გზა კიდე არის დაუსრულებელი და მარადიული დიდება უფას ხოდა ასე რომ ეშმაკულელი შევარდნაზე კულელი აგენტურა დამფინანსებლები რას დადიხართ წინდაუგან ქართველ ხალხს ავტობუსის ფული არ აქვს ამოაგზავნეთ თქვენი ნასეტყები ავტობუსებში ხალხი რა დღეში არის 10 წელიწადში თქვენ კიდევ წინდაუგან დაემტკრებით როცა საქართველოს ეს დღეში არის სად დადიხართ საიდან გაქვთ ამდენი ჩასასვლელი დასახური საიდან გაქვთ ამდენი სახლები კოკორია საიდან გაქვთ შენ დელიკის ქუჩაზე იყელა უზარმაზარი სახლი დიდ მოხდა როდესაც სააკაშვილის მამამ რომ მიითვისა იმ ტერიტორიაზე მოვიდა რამდენი პოლიცია ჩვენზე მეტი იყვნენ და ხელის ყბრი თრევით გამოგვიყვანეს იქიდან რატომ ჩვენ არაფერს არ ვაშავებდით იქ თქვენ კიდე დააბინძურეთ მთელი რუსთაველი იმიტომ თქვენ ერთნი ხართ სააკაშვილი და თქვენ ბურჯანაძე ვარსოვიანი და თქვენ მაგიუძაკავთ შეყრებები ეგრეთ წოდებულო პარლამენტარებო ყველანი ერთნი ხართ თქვენ ყველანი ხართ საქართველოს დაუძლებელი გაზულუქებულმა. მაშინ ცუდი იყო. 7 ნოემბერს თუმცა დაარბიათ ცუდი იყო. არავის არ დაურბებიათ. თქვენ ერთმანეთს არბებთ. თქვენ არავის არაფერი არ დაგმართნიათ. თქვენ ქართულ ხალხს არბებთ. აი სულელებს რომლებიც თქვენ მოყვებიან. იმათ არბებთ. თქვენ საბუთართავებს არ არბებთ. თქვენ ფულია თქვენი ყველაფერი, მაგრამ ფული ჯოჯოყებს არ ანათებს. შევამნადე მოგატყუა. წადით ახლა პატარკაციშვილს გიხედა ჟვანი ანტონიო. აქ ხელებს ვიკრება, ქართველ მოძულე. როგორ არიან ახლა ჯოჯოყებში? კოლკოიას ჩამოიყვანა ძალიან კარგი ჩამოაგრია ჟვანი ანტონიანმა და დელიზის სახლი აუშენა ჩაძარყმულმა ჟვანი ანტონიანმა. ქართველ მოძულე.
ხოდა იმან კოტე გაბაშვილმა კიდე კოტე გაბაშვილმა როდესაც ქალაქის მერი იყო იმაზე დავით ამაშენებელზე მოქცა ბინა მარჯანიშვილის ქუჩაზე დიახ მოქცა ბინა ბინა როგორ ეზიზღებოდა ზვიად გამსახურდია და როგორ ეზიზღება დღემდე მამაშვილი გაბაშვილებს რომლებიც ციხეში უნდა იყვნენ წელს ციხეში და რომ უნდა ცხოვრობდნენ ციხეში დაჭერას იმითი არა მაგრამ ეს ნაბიჯები რო დადი რა თქმა უნდა როგორ მეტკინა მუხლი დიახ იმ კოზირემა გააცილა კოკოია გაიგე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ქართველმა ხალხმა ყველაფერი იცის კოზირემა როგორ გააცილა შვეიცარიაში მოიცა ხოლოდან გადავიღო 13 თვის თოდნეს და გიორგის როგორ დევნაში იყვნენ და დღემდე დევნაში არიან შენ კიდევ სახლი არ გაკლია კარი არ გაკლია როცა გინდა სადაც გინდა იწაყვა დღეს გავიხედავ ტელევიზორში არიან გავიხედავ ხვალ იმაში არიან შვეიცარიაში მე გავიხედავ ამერიკაში არიან ეხლა ჩავანათელაშვილი ამათი მეგობარი წაბძანა ვის უნდა რა საქართველოს ბედი უნდა გადაწყვეტოს ამ იმა რა ქვია ბაზარეთიანმა გოიმა ამან რა უნდა გადაწყვეტო ვინ ახლა თქვენ აბადის მდივანი, სორი, თავისი აბარა სუკია იმისნაირი, სორი, თმარი ერთნაირები არიან, არა, ტოყოია სორი ამისნაირი არ არის, აბა სხვანაირია. ნაძილები ესენი. როგორ ბედავთ ქართველი ხალხის გადაბიჯებას, მაგრამ ქართველი ხალხი ერთას რას გიზავთ? ციხესაც არ გაღიცეთ, და იმ ნათმულყინეს გალიებს, იმ გალიებში გამოგავჭდეთ. და ნაძილებო თქვენ, გამოეთქვიე, ვებქვაზე როყარ, გაზეთები ვაჭრელებულია შენი ინტერვიუდის სისულელეები და ტელევიზორში ყოველდღე ვაგდიხარ. გამოდი და პასუხი გაგვეცი. გამოდი. რასაც ნიხართ მან? განრისხებულია ქართველი ხალხი და ვერ გადაგვიჩები თქვენ ნაძილებო. მართლა ნაძილებო თქვენ. გეღოთ ამდენი ყუნაობა. ვიღაც სააკაშვილს რა ყუნავებს წინააღმდეგ. ჩვენი პრეზიდენტი არასოდეს არ ყოფილა სააკაშვილი და შევარდნაძე. ეგ თქვენი პრეზიდენტია. ჩვენი იყო ზვიად გამსახურდია და დარჩა ზვიად გამსახურდია და კანონიერი ხელისუფლება ქართველი ხალხი ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევს. თქვენ ნაძილებო თქვენ. გამოეთქვიე და პასუხი გაგვეცით. ადამიანის დაცვის მე წავედი იქიდან დაცვის ის არის გაიგე
გამოვლენა და შეშინებული კურხელებით იქნება. რა თქმა პოლიცია გამოსულებდა რა. ამბოდიში მოეხება ადამიანები. მაგის ფილმის სამაგან. მინდა მოვაყო. Visita,